სოლომონისგან სკრეზის სიმდიდრეს ეგედად ოქროს ლას მობრძღიალეს მე მირჩემნია ერთი ხოხობი ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს ასე უპასუხა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტების კითხვას იმაზე თუ როგორ იმოქმედებდა მასზე დაწესებული ამერიკული სანქცია. გამარჯობა, მე ვარ გიორგი კეპულაძე, ეკონომიკური მიმოხილველი. ეს არის რიცხვების გარეშეს მეორე ეპიზოდი, სადაც ვისაუბრებთ სანქციებზე, რა გავლენა აქვს მას კონკრეტულ პერსონებზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. სანამ უშუალოდ სანქციებზე გადავალთ, ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა დაგვისვეს პირველი ეპიზოდის კომენტარებში YouTube-ზე და ამ ეპიზოდის ბოლოში მე შევეცდები რომ ყველა თქვენს მიერ დასმულ კითხვას უპასუხო მოკლედ, მარტივად და გასაგებად. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ სანქციების თემაზე და რა ზემოქმედება აქვს მას ეკონომიკაზე. 2023 წლის აპრილში ამერიკული სანქციები პირველად საქართველოს ისტორიაში დაუწესდა 4 მოსამართლეს, ერთ ყოფილს და 3 მოქმედ მოსამართლეს, რომლებიც მიიჩნევიან სასამართლო კლანის მამამთავრებად, ასე ვთქვათ, და ლევან მურუსიძესთან ერთად დასანქციონდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე ყოფილი მოსამართლეა, რომელთაც ამერიკამ დაუწესა სავიზო შეზღუდვები და როგორც წესი, როდესაც სანქცია წესდება, ამას აქვს ხოლმე რაღაცა საფუძველი, აი რატომ, ხო? კორუფციულ გარიგებებში იყვნენ შემჩნეული ეს მოსამართლეები და ძირს უთხრიდნენ ამით საქართველოს დემოკრატიას. სანქციები არის სხვადასხვა ტიპის, არის როგორც პერსონალური, ასევე ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციები, არის ფინანსური სანქციები, სავიზო რეგულაციები და ამას იყენებენ სხვადასხვა ქვეყნები. ერთი შეიძლება იყოს ეს დასასჯელად რომელიმე ქვეყნის ან რომელიმე პერსონის, ან შეიძლება იყოს ერთგვარი ჭკვიანურ სანქციებსაც, smart სანქციებსაც ეძახიან, როდესაც ეს მიმართულია რომ შეაცვლევინოს კონკრეტულ პირს რაღაც ქცევა, ხო? სანქციების თემა ძალიან აქტუალური გახდა უფრო 2014 წლიდან, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა ყირიმში და მოახდინა უკრაინის ყირიმის ანექსია და დღემდე ანექსირებულია მოგეხსენება და მაშინ ძალიან მკაცრად დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა ტიპის სანქციების გამოყენება, როგორც რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირების, ასევე ხელისუფლებასთან გადაჯაჭვული ოლიგარქების წინააღმდეგ და ამის შედეგი ამ ოლიგარქებისთვის იყო ძალიან მძიმე. ხო, ერთი რომ მათ შეეზღუდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა, დაკარგეს მილიარდობით დოლარი და გაუყინეს სხვადასხვა ტიპის აქტივები და ამ აქტივებში იყვნენ არა მხოლოდ თქვა ნაღდი ფული ან ფასიანი ქაღალდები, არამედ საკუთარი იახტები, თვითმფრინავებიც კი ვეღარ გამოიყენეს ამ ადამიანებმა და ამ სანქციების მიზანი რა თქმა უნდა იყო რუსეთის ფედერაციის ზოგადად ქცევის შესვლა და იმ ოლიგარქების ქცევის შესვლა, რომლებიც აფინანსებდნენ, ასე ვთქვათ, პუტინის რეჟიმს და დღემდე სამწუხაროდ აგრძელებენ ამას. ხშირად კამათობენ იმაზე, თუ რამდენად ჰქონდა ამას ეფექტი, მაგრამ რა თქმა უნდა, სანქციებს შეიძლება ვერ ჰქონდეს მყისიერი ეფექტი, მაგრამ განგრძობით პერიოდში ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი კონკრეტულ ადამიანებზე. რუსეთის ფედერაციას რო გავეშოთ, ალბათ ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოქმედებს ის სანქციები, რაც დაუწესეს შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ პირებს, რომ ასეთ სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, ნაწილ პირებს დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, გერმანიამ და ასე შემდეგ. ხო, პირველი იყვნენ გვახსოვს ეს მოსამართლეები და შემდეგ მოყვა უკვე 2023 წლის სექტემბერში დაასანქცირეს ივანიშვილთან ძალიან მჭიდრო დაკავშირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ახლა უკვე ოთარ ფარცხალაძე რომანოვია, იმიტომ რომ გახდა რუსეთის მოქალაქე და მას ამ სანქციების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა, მეხუთე პრეზიდენტმა ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა. მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ მძიმე ახსნა ჰქონდა, აი ძალიან შეურაცხყოფელია ალბათ ნებისმიერი ქართველთვის აი ამის გამო რომ გასანქცირებენ და იყო რომ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედება.
ქართული ოცნების რეაქცია ჯერ მოსამართლეების და შემდეგ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე იყო ძალიან მკვეთრი, ისეთი რომ აი დაგვისაბუთონ, რატომ ასანქცირებენ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე როგორ შეიძლება ადამიანის სანქცირება და გვახსოვს მაშინ ეროვნულმა ბანკმაც მიიღო შესაბამისი ბრძანება, რომ საქართველოს მოქალაქის სანქცირების შემთხვევაში საჭირო იყო საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ამ პირს შეხებოდა სხვა ტიპის სანქციები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის ამ ბრძანებას მაშინვე არ დაემორჩილნენ ბანკები, რადგან მათ განაცხადეს, რომ ისინი რჩებოდნენ სანქციების რეჟიმში. ხო, რაც შეეხება ბანკების თემას, ხშირად ერთ-ერთი ყველაზე სანერვიულო და მტკივნეული მოსახლეობისთვის არის ის თუ როგორ შეასრულებენ ქართული ბანკები სხვა ტიპის სანქციებს. მაგალითად, აქამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ თუ რუსეთის სხვა კომპანიების მიმართ დაწესებულ სანქციებს ქართული ბანკები, რა თქმა უნდა, ასრულებდნენ და ასევე აგრძელებენ ისინი სანქციების რეჟიმში ყოფნას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. და რატომ? ამას მათი მხრიდან პრაგმატული ახსნაც აქვს, ხო? ამერიკის ხაზინა, როდესაც უწესებს პირს სანქციას, იქ არის მითითებული შესაბამისი ან პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება, ან ფინანსთა სამინისტროს, ანუ ამერიკის ხაზინის გადაწყვეტილება, ან სახელმწიფო დეპარტამენტის რამე გადაწყვეტილება, თუ რატომ უწესდება ამ პირს სანქცია და სანქცირებულ პირებთან ურთიერთობა ეკრძალებათ მინიმუმ ამერიკულ კომპანიებს. მათ ეკრძალებათ ასევე დოლარში გადარიცხვები და ტრანზაქციები, ანუ რაღაც გადახდები, რაც რა თქმა უნდა უკვე ავტომატურად აისახება საქართველოს საბანკო სექტორზეც, ხო? პირობითად ოთარ ფარცხალაძეს თუ სურდა თქვა რაღაცა ქართული საბანკო მომსახურების სარგებლობა, ის ამას ვეღარ მოახერხებდა, რადგან ის უკვე იყო სანქცირებული. და ბანკი რატომ ასრულებს ხო ამ სანქციებს? ხო შეიძლება რაღაცა პირობითად ვიფიქროთ, რომ პოლიტიკოსებმა ან მართლმადიდებლურ პარტიამ ან ბიძინა ივანიშვილმა მოახდინოს საბანკო სექტორზე გავლენა და მაინც მოემსახურონ მას. ამას ვერ მოახერხებენ, რადგან ქართულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში გადარიცხვისთვის ყავთ საკორესპონდენტო ბანკები, ასე ქვია, საკორესპონდენტო ბანკი, რომელიც ეხმარება და შუამავალია ქართული ბანკებისთვის დოლარში და ევროში გადარიცხვებისთვის. ევროში გადარიცხვისთვის ეს არის გერმანული ბანკი, ხოლო რაც შეეხება დოლარში გადარიცხვებს, ამ შემთხვევაში საშუალომავლო და საკორესპონდენტო ბანკი არის ორი ამერიკული ბანკი. ანუ ამ ბანკებს ავტომატურად უკვე ეგზალებათ სანქცირებული პირების მომსახურება და ქართულ ბანკებს ამ საკორესპონდენტო ბანკებთან ამ გაფორმებული ხელშეკრულება, რომ ისინი არ უნდა მოემსახურონ სანქცირებულ პირებს. ასევე მნიშვნელოვანია ხელშეკრულებები ვიზასთან და მასტერკარდთან, რომლებიც ასევე არიან ამერიკული კომპანიები და ჩვენს ბანკებსაც მათთან აქვს ეს ვალდებულება აღებული, რომ ისინი სანქცირებულ პირებს არ უნდა მოემსახურონ. მე მახსოვს, როდესაც ოთარ ფარცხალაძე დაასანქციეს და შემდეგ გამოვიდა ეროვნული ბანკის ეს ცნობილი ბრძანება, მეორე დღეს საავტო ბაზარზე მკვეთრი რყევა დაიწყო და ლარი მკვეთრად გაუფასურდა. ანუ მოსახლეობას გაუჩნდა რაღაცა საფრთხის შეგრძნება, რომ ვაი სანქცირებულ პირს თუ ოთარ ფარცხალაძეს თუ მოემსახურენ ქართული ბანკები, ხომ არ დადგებიან ისინი მეორადი სანქციების საფრთხის ქვეშ და კიდევ კარგი მალევე მოყვა საბანკო ასოციაციის და თვითონ მსხვილი კომერციული ბანკების, მათ შორის პატარა კომერციული ბანკებისგან განცხადება, რამაც დაამშვიდა ბაზარი, რომ ისინი რჩებოდნენ სანქციების რეჟიმში და შემდეგ უკვე სხვა სანქციებს, ფინანსურს თუ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც დაუწესეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს თუ ქვეყნის არაფორმალურ მართვას, ასეთი რეაქცია ბაზრის აღარ მოყოლია, რადგან მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ ბანკები აუცილებლად შეასრულებდნენ ამ სანქციებს. მე როგორც გითხარით, ბანკის მხრიდან ეს არის არა მხოლოდ თქვა პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იაზრებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება შეექმნას ამ ბანკს. ხო, თუ ქართული ბანკი მოემსახურება სანქცირებულ პირს, მას ერთი რომ შეიძლება გაუჩერდეს საერთაშორისო გადარიცხვები, ანუ ამ ბანკის კლიენტებმა ვეღარ მოახერხონ, მაგალითად Amazon-დან გამოწერა, ხო, აი ძალიან მარტივია თითქოს, ხო? მაგრამ Amazon-დან გამოწერისას რას ვაკეთებ პირობითად, ან eBay-დან გამოწერისას. ჩვენი ბარათი მიბმული გვაქვს, არც ვაქცევთ უკვე ფაქტობრივად ამას ყურადღებას და რაღაცას რამდენიმე მაუსით, რამდენიმე დაკლიკვაში და დაჭერაში ჩვენ ამ ტრანზაქციას ვაკეთებთ. უცებ აღმოჩნდება, რომ ჩვენ ბანკს თუ აღარ ემსახურება ამერიკული კომპანია, თქვათ იგივე Visa ან Mastercard, რომელთა ბარათებით ან American Express-ი, ხო? რომელი ბარათები ძირითადად გვაქვს ჩვენ საფულეში თუ ჯიბეში,
წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით ჩვენ რომ რაღაცა ვეღარ განვახორციელეთ ტრანზაქცია, რაც არის ძალიან მძიმე. ეს არის მარტივი, თქვა ფიზიკური პირის შემთხვევაში. ეხლა წარმოიდგინეთ კომპანიები, რომელსაც ჭირდებათ საერთაშორისო გადარიცხვები. თუ მათ მინიმუმ შეუნელდებათ ამ გადარიცხვის ტემპი, თუ და დღეს თუ თქვა 2-3 დღეში ხდება გადარიცხვა და ამას დაჭირდება 2 კვირა და გაცილებით მეტი საბუთი, რა თქმა უნდა ეს ბანკები დაკარგავენ მომხმარებლებს, მათ მიმართ გაჩნდება უნდობლობა და შეიძლება ადამიანებმა დაიწყონ კიდე წანაბრების გამოტანა. ამიტომ არის ბანკის ძალიან პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება, რომ ქართული ბანკები სანქცირებულ პირებს არ ემსახურებიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც არ მოემსახურებიან, რადგან ეს მათ შეუქმნის როგორც მეორადი სანქციების პრობლემას, ასევე რეპუტაციულ პრობლემას, ამიტომ ძალიან პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება ეს მათი მხრიდან. დღეს რა სანქციებსაც იყენებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სხვა მოქალაქის მიმართ, ეს არის პირადი სანქციები. ქვეყნის მიმართ შეიძლება ითქვას ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციები არ დაუწესებია თუ არ ჩავთვლით რაღაც გაჩერებულ რამდენიმე სამთავრობო დაფინანსებას. ინდივიდუალური სანქციები დაუწესდა ჩინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, რომლებსაც ყველას დაუწესდა საფინანსო შეზღუდვები. ასევე სავიზო რეგულაციები დაუწესდა 100 ადამიანს დაახლოებით რაც აქამდე ვიცით, თუმცა მათი ვინაობა კონკრეტულად არ არის ცნობილი, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან ჩვენ ვიგებთ, რომ მათ შორის არიან როგორც პოლიტიკოსები, დეპუტატები, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა კერძო პირები, რომელთა შორის არიან ჩვენი ინფორმაციით ბიზნესმენებიც და ასევე ქართული ოცნების პროპაგანდისტები. ანუ მათ აქვს მხოლოდ სავიზო შეზღუდვა, ანუ თუ ქონდათ მოქმედი ვიზა ამერიკის შეერთებული შტატების, ის გაუქმდება და ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებდნენ, ან თუ დააპირებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას, მათ უბრალოდ არ მიიღებენ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ქართული ოცნების ძალიან ბევრ მაღალჩინოსას ეს ფუფუნება რომ ამერიკაში ჩავიდნენ, შეზღუდული აქვს და მათ შორის მათი ოჯახის წევრებსაც. მაგრამ სავიზო შეზღუდვებთან შედარებით, აი ცალკე კატასტროფა შეიძლება ითქვას, ბირთვული იარაღი აქვს, ფინანსური ბირთვული იარაღი აქვს ამერიკას, რაც ეხება საფინანსო სანქციებს, რადგან მოგეხსენებათ საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის ხშირად გამოიყენება დოლარი, ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, რომელსაც იყენებს ყველა ბიზნესი, რავი, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა, ავტომობილის შეძენა ძირითადად ხდება სწორედ უცხოურ ვალუტაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს ეს არის მნიშვნელოვანი, ვთქვათ, დიდარი ადამიანისთვის, როგორც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ დაასანქცია. ამ შემთხვევაში ის შეეხო მხოლოდ პირადად ბიძინა ივანიშვილს და არა მისი ოჯახის წევრებს, ან მასთან მნიშვნელოვნად დაკავშირებულ სხვა იურიდიულ პირებს. რა გავლენა მოახდინა პირობითად ამან ბიძინა ივანიშვილზე, ხო? ქართული ოცნების განცხადებები ჩვენ ნახეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ პატივიაო ეს სანქცია და დაფასება პირიქით, რომ რაღაცა ქვეყნისთვის მებრძოლ ადამიანს, საქართველოსზე მოფიქრალ ადამიანს დაუწესეს ეს სანქცია. ამან გამოიწვია რა, ბიძინა ივანიშვილს მაგალითად უკვე ვეღარ ექნება ვიზა და Mastercard ბარათი, ან ვერ გამოიყენებს მათ უკვე. ასევე მას დაუწესდება შეზღუდვები საერთაშორისო გადარიცხვებზე და ასევე ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მოგებული აქვს სასამართლო მოგეხსენება შვეიცარიულ ბანკთან, კრედიტ სვისთან, მას ამ მოგებული თანხის მიღება არ შეუძლია, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინა არ დართავს კონკრეტულ შვეიცარიულ ბანკს ამის ნებას. ანუ ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო დაახლოებით $1 მილიარდამდე ზარალი, შეიძლება ვთქვა და ეს ზარალი აუცილებლად გაგრძელდება. მით უმეტეს თუ ამას მოყვა მისი ოჯახის წევრების სანქცირება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს ბიძინა ივანიშვილის მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციას, მან როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა 4 ოქტომბერს შეავსო 2024 წლის შესაბამისი დეკლარაცია. მისი ძირითადი ქონება და აქტივები გაფორმებულია მეუღლეზე და შვილებზე, ანუ ოჯახის წევრებზე, ან სხვადასხვა კომპანიებზე, რომლებიც დაფუძნებული იყო ოფშორულ ქვეყნებში და ოფშორულ ზონებში. როგორც კი დასანქცირდა 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ უკვე საჯარო რეესტრის ბაზაში, როდესაც შევდივართ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ მან და მისმა ოჯახის წევრებმა დაიწყეს ოფშორებიდან
თანხის გადმოტანა და ასევე დაარსეს საქართველოში სხვადასხვა კომპანიები, რომლებმაც დაიწყეს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კუთვნილი კომპანიების კუთვნილი თანხის გადმოტანა საქართველოში. ამისთვის შეიძლება ითქვას, ბრჭყალებში შესანიშნავად გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა ის კანონი, რომელიც მიაღებინა მის მორჩილ პარლამენტს გაზაფხულზე ოფშორული ქვეყნებთან ოფშორების კანონით სახელით ვიცნობთ, როდესაც ოფშორებიდან გადმოტანილ თანხაზე თითქმის ყველა ტიპის გადასახადი გაუქმდა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით და ჩვენ მაშინ საუბრობდით ამაზე, რომ ეს იყო პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის გაკეთებული ცვლილება, რომელიც წარმატებით უკვე გამოიყენა დეკემბრის ბოლოსაც და უკვე იყენებდა იანვარშიც, მათ შორის როდესაც მის და მისი ოჯახის წევრების სახელზე საქართველოში რამდენიმე ახალი კომპანია დაფუძნდა, სადაც მან საკმაოდ მსხვილი თანხები გადმოიტანა და ალბათ ეს პროცესი გაგრძელდება და რატო აკეთებს ამას? ანუ რა ეფექტი აქვს? თითქოს არა აქვს ხო სანქციების ეფექტი? არა და შეეძლო ხო ძალიან წყნარად მშვიდად ოფშორ ანუ საგადასახადო სამოთხეებსაც უწოდებენ ხო ოფშორ ზონებს, რომ დაეტოვებინა ეს თავის კომპანიები, რომლებიც მათ შორის საქართველოში ბიძინა ივანიშვილის აქტივებს ფლობდნენ, მაგრამ მას დაეკარგა რა თქმა უნდა ნდობა და ის მიხვდა რომ შეიძლება ოფშორ ზონებზეც ემოქმედა ამ ამერიკულ სანქციებს და მან გადმოიტანა ამიტომ საქართველოში, რადგან საქართველოს მოგეხსენება ჯერჯერობით ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა ინსტიტუცია, შესაბამისად აქ მისი ფული უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს შეიძლება ითქვას. და რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება რის გამო დაასანქციეს, რა დევს საფუძვლად ბიძინა ივანიშვილის სანქციირების. იქ წერია რომ ეს იყო რუსეთის სასარგებლოდ მოქმედება და საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთქმა. ხო, ალბათ ძალიან სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს და მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ კარგს აკეთებს საქართველოსთვის, აი ამ საფუძვლით გასანქცირებენ. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი რა აზრი აქვს სანქციას თუ ბიძინა ივანიშვილი გადააფორმებს თავის ქონებას ოჯახის წევრებზე, ან და მასთან დაკავშირებულ სხვა პირებზე, ან ნათესავებზე მაგალითად, მაგრამ ეს ასე არ არის. პირველი სანქცია, რომელიც დაუწესდა ბიძინა ივანიშვილს, ეხება როგორც ვთქვით, მხოლოდ მას და იმ კომპანიებს, რომლებშიც მას აქვს რაღაც მნიშვნელოვანი წილი. მაგრამ ეს ჯერ არ ეხება მასთან დაკავშირებულ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს და ესენი ძირითადად არიან მისი ოჯახის წევრები. ანუ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ერთგვარი გაფრთხილება, რომ გამოიწვიოს ბიძინა ივანიშვილის საქციელის და ქმედების შეცვლა და თუ ის ამას არ გააკეთებს, რა თქმა უნდა, ამას შემდეგ მოყვება უფრო მკაცრი სანქციები, რომელიც მოიცავს უკვე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მასთან დაკავშირებულ კომპანიებს და მასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს და თუ ჩვენ ვნახავთ ბიძინა ივანიშვილის ბოლო დეკლარაციას, როგორც გითხარით, მას ქონების ძალიან დიდი წილი სწორედ ასე გაფორმებული აქვს ან ოჯახის წევრებზე, ძირითადად მეუღლეზე და შვილებზე. როდესაც საუბრობთ ფინანსურ სანქციებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მაგალითად რუსი ოლიგარქების ქონება რაც გაიყინა, ხო? და აქტივები გარკვეული, ახლა ნელ-ნელა უკვე გადაეცემა უკრაინას, ეს მიდის ან შეიარაღებაში, ან სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებაში და დასავლეთის ქვეყნებმა იპოვეს იურიდიული საფუძველი იმისთვის, რომ გაყინული რუსული აქტივები გადასცენ უკრაინას, რაც ერთგვარი კომპენსაციასავით გამოდის. სხვადასხვა ტიპის სანქციები არსებობს, როგორც ვთქვით, მათ შორის პერსონალურ სანქციებშიც არის განსხვავებული სიები, ხო? ბევრსმენია ეგრეთ წოდებული მაგნიტსკის სია, რომელიც ძირითადად რომელ სიაში ხვდებიან ადამიანის უფლებების გამორჩეული დარღვევისთვის ადამიანები და სამწუხაროდ საქართველოსდან ამ სიაში მოხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და რამდენიმე მაღალჩინოსანი. ეხლა სიას რომ უბრალოდ თვალი გადავალოთ, იქ არიან რაღაც გომელაურის გვერდი, შეიძლება ამოვიკითხოთ, რაღაც იემენელი ჰუსიტების და სხვა ტერორისტების გვარები, რაც რა თქმა უნდა ქვეყნისთვის ეს არის მძიმე დარტყმა და რეპუტაციულად და ნუ რა თქმა უნდა ფინანსურადაც. ეხლა მინდა გადავიდე მე უფრო აი ეკონომიკურ ზიანზე. ჩვენ ვიცით ვინ დაასანქცირეს, რა ტიპის სანქციები დაუწესდათ, როგორი ზიანი შეიძლება მიიღონ ამ ადამიანებმა, მაგრამ ჩვენ ალბათ უფრო გვადარდებს ჩვენზე როგორ აისახება ეს, ჩვენ ჯიბეზე როგორ აისახება ეს სანქციები. რას ნიშნავს მაგალითად ქვეყნის დე-ფაქტო მართველი რომ არის სანქცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხდება ჯერ საეჭვო იურისდიქცია ინვესტორების, ან ნაკლებად სანდო პარტნიორი არის ესეთი კვალიფიციური დასავლური და კარგი დასავლური ბიზნესებისთვის და ინვესტორებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, დასავლური ინვესტიციები შეიძლება გარკვეულწილად ჩაანაცვლოს
აღმოსავლურმა ასე ვთქვათ ინვესტიციებმა, ხო? და ხელისუფლება შეეცდება რომ დააბალანსოს ის დანაკლისი, რაც აქვს მას რეპუტაციული და კარგი დასავლური ინსტიტუტებისგან, შეეცდება რომ ვთქვათ ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებიდან, მაგრამ მდიდარი ქვეყნებიდან შემოიტანოს ეს ინვესტიციები, მაგრამ ეს კომპანიებიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა ტიპის ქვეყანასთან აქვს ურთიერთობა, რა რეჟიმშია, თუ ეს ქვეყანა, ანუ მისი, ვთქვათ, de facto მმართველი სანქციების რეჟიმშია, შეიძლება ასეთი ნაბიჯებისგან, ვთქვათ, არაბულმა ან ჩინურმა კომპანიებმა შეიკავონ თავი. შესაბამისად, ქვეყნის რეპუტაციის შელახვა აისახება არა მხოლოდ დასავლურ ინვესტიციებზე, არამედ აისახება სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ინვესტიციებზე, რადგან ამ ადამიანებს საკმარისი ინფორმაცია აქვს საქართველოს შესახებ, მისი ეკონომიკის შესახებ, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო, თქვათ, ჩვენთან და ღირს თუ არა ამ ქვეყანაში ფულის ჩადება, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სანქციები აისახება ყველა ტიპის ინვესტიციებზე, გულისხმობს სწორედ ამას, რომ ინვესტორი ყოველთვის აქცევს ყურადღებას, როგორი ტიპის ქვეყანაში დებს ფულს და რა გარანტიები აქვს მას, თუ ყველაფერი კარგად ვერ წავიდა, რომ ეს თავისი ფული მაინც ამოიღოს და როდესაც არა გვაქვს აქ დამოუკიდებელი სასამართლო, ძალიან რთულია, რომ ვინმე დავარწმუნო ჩვენ იმაში, რომ შენ თუ ამ ქვეყანაში ფულს ჩადებ, შენ არაფერს არ დაკარგავ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას შეუძლია სანქციების გაუქმება, ანუ იურიდიულად და ფაქტობრივად შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ ამერიკა არ არის ქვეყანა, რომელიც რაღაცა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად რაღაცა ყველაფერს ცვლის, ხო? ან იქ რჩებიან მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, ისევ ადგილზე რჩებიან, იცვლებიან მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები და ზოგადად ამერიკის პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკა არ იცვლება მნიშვნელოვნად თუ როცა საუბარია თუნდაც პარტნიორ ქვეყნებზე, ხო? ის რომ წინა ადმინისტრაცია მიიღო სანქციების გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია არ გააგრძელებს ამ გზას, რადგან წინა სანქციებს ჰქონდა მნიშვნელოვანი დასაბუთება თუ რატომ უწესებდნენ და მათ შორის ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების, თქვათ, პოლიტიკა არ იცვლება, ანუ სანქციებმა ჯერ ვერ მოახდინა ის ეფექტი, რაც მოსალოდნელი იყო, რომ შეცვალა ქცევა ქართული ოცნების შესაბამისად, მე არ ველი, რომ ახალმა ადმინისტრაციამ, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს სანქციები გაუქმოს, პირიქით, მოსალოდნელია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება კიდევ ახალი სანქციები, რომელიც დაუწესდებათ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს საქართველოში, რადგან ჯერჯერობით ამ სანქციების შედეგი არ გვაქვს, ხო და რა უნდა იყოს ამ სანქციების შედეგი? პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. ეს იყო რიცხვების გარეშე მეორე ეპიზოდი სანქციების თემაზე. გამოვყვევით ჩვენ სხვა ციფრულ პლატფორმებზე, უკვე შეგიძლიათ რიცხვების გარეშე ეპიზოდების მოსმენა Spotify-ზე, იქაც გამოვყვევით და დაგვისვით კითხვები. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ ყველა კითხვას უპასუხოთ, ასევე მოგწერეთ რა თემებზე გსურთ, რომ ჩვენ გავაკეთოთ ეპიზოდები და ჩვენ აუცილებლად თქვენს ყველა კითხვას უპასუხებთ. ახლა კი გადავიდეთ იმ კითხვებზე, რომლებიც პირველი ეპიზოდის კომენტარებში დაგვისვით. ზოგადად მთავრობა არის პასუხისმგებელი ყველაფერი იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში, მათ შორის რაც ხდება ქვეყნის ეკონომიკაში, თუ კარგი ხდება ესეც მთავრობის დამსახურება, თუ გაუარესება, ესეც რა თქმა უნდა ბჭყალებში მთავრობის დამსახურებაა, რადგან მის პოლიტიკას, მის გადადგმულ ნაბიჯებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმაში, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა. ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად უნდა იზრდებოდეს, უფრო სტაბილური უნდა იყოს და უნდა გქონდეს მყარი საფუძველი ამ ზრდას და არ იყოს რაღაც სხვადასხვა ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული. შესაბამისად, ჩემი აზრით, მთავრობის დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა გასაკრიტიკებელია და ჩვენ აუცილებლად გვექნება ცალკე ეპიზოდი იმაზე, თუ როგორია ზოგადად სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის მთავრობის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და პოლიტიკოსების გავლენა ეკონომიკურ სიტუაციაზე ქვეყანაში. იმისთვის, რომ ჩვენ მივებათ რომელიმე ვალუტას, ან ქონდეს ევრო ან დოლარი, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ
ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტა იყოს დოლარი ან ევრო. დღეს სამწუხაროდ ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაჭრობთ დოლარშიც და ევროშიც, მაგრამ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი წამოგვეწია უკვე 2024 წელს და შესაბამისად ამ ქვეყნებთან ჩვენ დოლარში არ ვაჭრობთ. შეიძლება ტრანზაქცია ხდება დოლარში, მაგრამ ეს ყოველთვის მიმულია ამ ქვეყნის ვალუტის კურსზე. ამიტომ ჩვენ რომ ახლა დოლარზე გადავიდეთ, ამას ქვეყნის ეკონომიკისთვის მაინც დადებით შედეგი არ ექნება, რადგან ეს ყველაფერს უცებ გააძვირებს. ინფლაცია მოგეხსენებათ არის ფასების საერთო დონის ზრდა და რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის, ხო? აი ლარის კურსის შემდეგ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რასაც უყურებს ხალხი, ეს არის ფასები. როგორ იზრდება ფასი სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. შევდივართ სუპერმარკეტში, რაღაცაში რაშიც ერთი წლის წინ ვიხდით ნაკლებს, ახლა ვიხდით უფრო ძვირს, რა იწევს ამას, ეს არის ძალიან საინტერესო, ესე ძალიან მნიშვნელოვანი და ფართო თემაა ფასების ზრდა, ინფლაცია და რა არის ამის გამოწვევი მიზეზებით. რაც შეეხება ფულის ბეჭვას, ხშირად გონიათ, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის, რომ აი დაბეჭდავ რა ბევრ ფულს და ყველას გვექნება ბევრი ფული, მაგრამ ყველას რომ ბევრი ფული გვექნება ერთბაშად ეს დაბეჭდილი და ამას არ ექნება ეკონომიკური საფუძველი, ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს კიდევ უფრო მეტად ფასების ზრდას, ანუ რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ფულის ბეჭდვა პირიქით იწვევს ფასების ზრდას და არა ყველას თქვათ ერთბაშად გამდიდრებას. ანუ ხარჯებიც იზრდება ამ შემთხვევაში. რომელ ვალუტაში სჯობს უნდა და ეთქვა ალბათ, ხო? ხო, სესხებთან შედარებით ანაბრების სიტუაცია ცოტა სხვანაირია. სესხების შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ურჩევთ სესხებლებს, რომ სესხი აიღონ იმ ვალუტაში, რაშიც აქვთ მათ შემოსავალი. თუ შემოსავალი აქვს დოლარში, სესხი უნდა აიღონ ლარში, რომ საავტო რისკისგან თავი დაიცვან. სხვანაირადაა სიტუაცია ანაბრების და დეპოზიტების შემთხვევაში. მაგალითად, თუ ჩვენ ხსნით ანაბარს, მნიშვნელოვანია გქონდეს რაღაცა მიზანი, რა მიზნისთვის ვაგროვებთ ამ თანხას. და ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის დივერსიფიცირება. რას ნიშნავს დივერსიფიცირება? გქონდეს ნაწილი თანხა ანაბრის ლარში, ნაწილი გქონდეს თქვა დოლარში ან ევროში უცხოურ ვალუტაში. რატომ? ანაბრაზე ლარში საპროცენტო სარგებელი და მისაღების სარგებელი გაცილებით მაღალია. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ლარს ნაკლები ნდობა აქვს, ხო? შესაბამისად, დოლარში და ევროში საპროცენტო სარგებელი დაბალია. ანუ საპროცენტო სარგებელი შეიძლება მივიღოთ ცოტა თუ გვექნება უცხოურ ვალუტაში და მივიღოთ უფრო მეტი ლარში, მაგრამ რადგან ლარის მიმართ ნდობა არ არის მაღალი, ამიტომ მე გირჩევთ, რომ დივერსიფიცირება მოახდინოთ და გქონდეთ ორ ვალუტაში, როგორც ეროვნულში, ასევე უცხოურ ვალუტაში ანაბარი. ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ძირითადი მოტივატორი იყო გაგვიკვირდება და რუსეთის აგრესია უკრაინაში და შესაბამისად გადაწყობა რუსეთის ეკონომიკის და მათ შორის ჩვენი ეკონომიკისაც უფრო დამოკიდებული გავხდით რუსეთზე, ასე ვთქვათ. 2022-23 წელს შემოვიდა ძალიან ბევრი რუსი მიგრანტი ქვეყანაში, რომლებმაც შემოიტანეს აქ ვალუტა, საკუთარი ფული, ასე ვთქვათ. ეს აისახა გზავნილებში და გადმორიცხვებშიც და ეს იყო ძირითადი მოტივატორი. ასევე ჩვენ მესამე ქვეყნებში, მაგალითად ყირგიზეთში და ყაზახეთში გაგვეზარდა ექსპორტი და ეს იყო ძირითადად ავტომობილების რეექსპორტი. ანუ ჩვენ ვყიდულობთ ავტომობილებს ევროპაში, კორეაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემდეგ ვყიდით უკვე მესამე ქვეყნებში და ყირგიზეთში და ყაზახეთში. რატომ ხო გაგიკვირდებათ? იმიტომ რომ ამ ქვეყნებს რუსეთთან აქვს რაღაცა თავისუფალი საბაჟო ხელშეკრულებები და საქართველოში ნაყიდი ავტომობილები, როგორც წესი, პირდაპირ ყირგიზეთში და ყაზახეთში კი არ ხდებოდა რუსეთში. ძირითადი მიზეზები ჩვენი ეკონომიკური ზრდას და სამშენებლო სექტორი, რომელიც ძირითადად დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, გადაჯაჭვულია, შეიძლება ითქვას, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებასთან. ეს იყო ამ ბოლო წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მთავარი მოტივატორი, რაზეც არამხოლოდ ანალიტიკური ორგანიზაციები, არამედ უცხოელი, თქვა, დონორი ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ეს ფაქტორები იყო ერთჯერადი და მათი ამოწურის შემდეგ შესაძლებელია, რომ ეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არ გაგრძელდეს ისე სწრაფად და ისეთი მაღალი ზრდა არ გქონდეს, როგორც გქონდა თქვა წინა წლებში. რატომ არ გვეტყობა ავტომატურად ჯიბეზე ის, რომ ეკონომიკა იზრდება ან ერთსულზე შემოსავალი იზრდება? იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს ჩვენს ჯიბეზე, ამისთვის რაღაცა დრო უნდა გავიდეს. ანუ ავტომატურად ის, რომ თქვა 10%-ით გაიზარდა ეკონომიკა, შეიძლება ჩვენი შემოსავალი 10%-ით არ გაიზარდოს, რა თქმა უნდა. ამას სჭირდება გარკვეული დრო
სტაბილური ეკონომიკური ზრდა, რომ ამის ეფექტი ყველა ჩვენგანმა ვიგრძნოთ. ამის ეფექტი იქნება დასაქმების ზრდა, ამის ეფექტი იქნება შემოსავლების ზრდა და ამის ეფექტი იქნება ზოგადად ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მაგრამ ეს არ ხდება ავტომატურად. ამას ჭირდება დრო, სტაბილური და განგრძობითი მაღალნიშნა, ასე ვთქვათ, ორნიშნა მაინც ეკონომიკური ზრდა, რომ ეს ჩვენ ყველამ ვიგრძნოთ. ზოგადად ჩვენ თუ დავაკვირდებით ხო საშუალო ფასებს, ისინი როგორც წესი მუდმივად იზრდება. გარკვეული პროცენტი, შეიძლება უფრო მეტად, შეიძლება უფრო ნაკლებად. და ის დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. რაღაც პროდუქციაზე და მომსახურებაზე შეიძლება ფასი მცირდებოდეს კიდეც, მაგრამ საერთო ჯამში, როდესაც ჩვენი ხარჯი მაინც იზრდება, ახმა გვაქვს ისეთი, რომ ყველაფერზე საშუალოდ ფასი იზრდება. ამიტომ დეტალებში თუ ჩავალთ, მაგალითად შეიძლება ვთქვათ, რომ პირობითად კომპიუტერი, რომ რა ფასაც ვიხდით 1500 ლარი იყიდო 20 წლის წინაც კომპიუტერი და დღესაც შეიძლება საშუალო დონის კომპიუტერი იყიდო 1500 ლარად, მაგრამ დღევანდელი კომპიუტერი გაცილებით უკეთესია ვიდრე 20 წლის წინანდელი. თუმცა მისი ფასი არ შეცვლილა, ხო? ანუ არც გაიაფებულა და არც გაძვირებულა დიდად. სოფლის მეურნეობა შეიძლება ითქვას ჩვენი ეკონომიკის ტკივილი. აქ არის დასაქმებული ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე, რომლებიც სამწუხაროდ ვერ ქმნიან სათანადო დოულას. შეიძლება ითქვას, რომ სოფლად ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის ნახევარი და ქმნის ეკონომიკის დაახლოებით 10%-ს, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან არაპროდუქტიული და ძალიან საწყენია. რაც შეეხება პოლიტიკოსების დამოკიდებულებას, ყველა მთავრობის პირობებში, იქნებოდა ეს ედვარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, ყოველთვის ცდილობენ, რომ მოიგონ სოფლად ცხოვრები ადამიანების გულები. და ამას როგორ აკეთებენ? სხვადასხვა დახმარების პროგრამები, ყურძნის სუბსიდირება, რაღაც ვაუჩერების დარიგება, ან პირდაპირ ფულის გადაცემა ხალხზე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის, თქვათ, გაუმჯობესების ან წარმოების გაუმჯობესების გზით და ეს ამას აქვს არა ეკონომიკური დანიშნულება ხშირ შემთხვევაში, არამედ პირდაპირ პოლიტიკური დანიშნულება. შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა ცდილობს სოფლად ცხოვრები ადამიანების ხმები იყიდოს და მათი კეთილგანწყობა იყიდოს და თუ დავაკვირდებით, მაგალითად, ქართული ოცნების რეიტინგი გაცილებით მაღალია სოფლად, ვიდრე საქალაქო დასახლებებში და ურბანულ დასახლებებში. ეს არის შედეგი აი იმ პოლიტიკის, რომელიც ეკონომიკურ ეფექტს სამწუხაროდ არ გვაძლევს, მაგრამ აძლევს პოლიტიკურ ეფექტს მართლ პარტიას. ხო, არ გამოვიყენოთ, კარგია, მაგრამ დოლარზე არ არის დამოკიდებული ჩვენი ფასების გაძვირება. ჩვენ ვახსენებთ, რომ ჩვენ გვყავს სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორები, ხო? და მარტო დოლარში არ ვაჭრობთ. სამწუხაროდ საბედნიეროდ ასია. ვაჭრობთ სხვადასხვა ვალუტაში, შესაბამისად დოლარის გაძვირება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ყველაფერი გაძვირდება. ერთ-ერთი ნიშანი არის, რა თქმა უნდა, მაგალითად ნავთობის ფასი შეიძლება განისაზღვროს დოლარში, მაგრამ მხოლოდ დოლარზე არ არის ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებული, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და მაღალი დოლარიზაცია გვაქვს ჩვენ როგორც ცესხებში, ასევე ანაბრებში და ეკონომიკის დოლარიზაცია, რა თქმა უნდა, მაღალი, რაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ ის რომ აი დოლარში არ ვიყიდოთ და ამით ყველა პრობლემა მოგვარდება, სამწუხაროდ ასე არ არის. ბიტკოინი მაინც ჯერჯერობით ექსპერიმენტულ თემად რჩება ჩემი აზრით, რომლის ცვალებადობა ძალიან მაღალია, შესაბამისად ბიტკოინი ძალიან რთულია მცირე პროდუქციის შეძენა. ხო, მაგალითად, როგორ უნდა ვიყიდოთ პური ბიტკოინით, თუ ბიტკოინი აგვარებს ამ პრობლემას, ხო? შესაბამისად, ქვეყნის ვალუტა ვერ გახდება ბიტკოინი, მას ძალიან ბევრი ის არ არის ფული, როგორც ასეთი, ხო? შეიძლება იყოს გარკვეული საინტერესო აქტივი, ან მდიდარი ადამიანებისთვის, ან ექსპერიმენტატორი, რა ვიცი, სტარტაპერებისთვის, თუ ვიღაც რისკიანი მეწარმეებისთვის, მაგრამ ის რომ გახდეს ვალუტა, ჯერ ძალიან შორია აქამდე. ვიღაცებისთვის შეიძლება მოაგვაროს პრობლემები კურსთან დაკავშირებით, მაგრამ მთლიანობაში ბიტკოინი, რა თქმა უნდა, ვერ ვიშვების ასე.